ჩემი მიზანი არის ჩემი პარტიის გაძლიერება, ჩვენი ამომრჩევლების და პარტიული აქტივის მაქსიმალური მობილიზება. ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომელიც მან პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გააკეთა. ეს იყო 5 მარტს, ანუ დაახლოებით 1 თვის წინ. რამდენიმე დღეში მან ერთი ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია პირველს და ამის შემდეგ ის ჩანს პარტიული კანდიდატების წარდგენაზე რეგიონებში. ჩვენ ვიცით, რომ 19 მაისს არის შუალედური არჩევნები და ასევე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოლოდინი, რომელიც ახლდა, ასე ვთქვათ, მის დაბრუნებას, ის საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხმაურიანი იყო მისი დაბრუნება. რაღაც ის რუტინაში გადავიდა და ეს მოლოდინი, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ხდებოდა განსაკუთრებული, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ გამართლდა. ის შვიდად ჩაება პარტიის რუტინულ საქმიანობაში და რაღაცა ისეთი რყევები, ასე ვთქვათ, ამ დაბრუნებას არ მოჰყოლია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. სხვათა შორის საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ სამშაბათს, სადაც წამყვანის კითხვაზე, რომ მის დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული, რომ ქვეყანაში რაღაცა შეიცვლებოდა, რაღაცები გადალაგდებოდა და როცა ამის შესახებ კითხა, მან უპასუხა, რომ ის გულისხმობდა პარტიის დალაგებას და მე ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაც ალბათ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რადგანაც როგორც ჩვენც აღნიშნე, იყო გარკვეული ვარაუდები, რომ რაღაც თანამდებობებზე გადაადგილება მოხდებოდა და ირაკლი ღარიბაშვილიც აი ამ კონტექსტში დაიკავებდა რამე პოზიციას, მაგრამ ესე არ მოხდა და დღეს ჩვენ მივიღეთ ქართული ოცნება, რომელსაც მართავს ორი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი როგორც თავმჯდომარე და ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკური მდივანი. ამ ეტაპზე პარტია აშკარად და ისე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია დაკავებული არის შუალედური არჩევნების საკითხით და როგორც ჩანს, თავარი ეს ხაზი გადის აი ამ ფრონტზე. ძალიან საინტერესო იქნება მათ ან ჩვენ მოვისმინოთ პარტიის ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ აპირებენ ისინი ამ შუალედური არჩევნების ჩატარებას და ასევე მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა უნდა მოხდეს ხელისუფლების რაღაც ან გადაცემა, ან ახალი მანდატის დაბრუნება. რა არის პოლიტიკაში დაბრუნებული ღარიბაშვილის მთავარი გზავნილები და პასუხები პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე? მე ახლა მაყურებელს ამას შევახსენებ მოკლედ, რომ შემდეგ არ მოხდეს ისე, რომ მან ახლახან გასცა რაღაც კითხვებს პასუხი და შემდეგ ამაზე ვალაპარაკოთ ისევ. დაუბრუნდი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილიო, მისი მთავარი მისია არის პარტიის გაძლიერება, პირველი და მეორე თაობის ოცნებელების გაერთიანება. ოცნებიდან წასულ თანაგუნდელებზე ამბობს, რომ მათ რეალური საფუძველი პარტიიდან წასვლის არ ჰქონდათ და ამ ნაბიჯით წყალი დაასხეს ნაციონალების წისქვილზე და მას აქვს განცდა, რომ ეკაბესელი ამ პროცესში არ იყო თავისუფალი. სასამართლოსთან დაკავშირებულ დავაზე და იმაზე, რომ ივანიშვილს უნდა თითქოს მოსამართლეების დამორჩილება, ირაკლი ღარიბაშვილის არგუმენტია სარალიძის საქმეზე გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა კინაღამ შეეწირა. ანუ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. გუნდში ძველ დაპირისპირებებზე ინფორმაციას მაგალითად კახაკალაძეს და მას შორის უწოდა სიცრუე და მტრების ჭორები. კითხვებს, რომლებიც მისი ნათესავების მიერ გავლენების, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. მან ამაზე თქვა, რომ ეს, ასე ვთქვათ, ხმები არ იყო ბოლომდე უსაფუძვლო და მას თავად აღარ აქვს ზოგიერთ მის ნათესავთან კონტაქტი. კვირიკაშვილის პრემიერობის შეფასებისას არჩევს დუმილს, რადგან ამბობს, რომ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან კორექტული. ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ კანონის წინაშე ხელშეუხებელი არავინაა. ანაკლიის სპორტში სახელმწიფოს 200 მილიონიანი ინვესტიცია და კონსორციუმისთვის ვალდებულებების არაერთი გადავადება მოწმობს იმას, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ და არა პირიქით. ყველაფერში ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს ერთის გარდა, რომ ნაციონალების გამოსწორება შესაძლებელია. ჩვენი სტუმარი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე სტუდიაშია და ის ახლა შემოგვიერთდება, მოგწონთ. ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როდესაც ოცნებისთვის აი მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა კვლევა, გულისხმობ NDA-ის კვლევას. თქვენს პარტიას ოპონენტებთან შედარებით ჰქონდა კვლავ მნიშვნელოვანი უპირატესობა. მაგრამ ეს კვლევა გამოქვეყნდა მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა დავა გუნდში ესეთი სერიოზული, ასე ვთქვათ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ესეც ალბათ სავარაუდოდ შემდეგ აისახებოდა
ეხებოდა პარტიის რეიტინგზე, ხომ? როდის გაზომეთ ბოლოს ქართული ოცნების, თქო, რეიტინგი და ვიდრე ეს ყველაზე კარგად გამოჩნდება ალბათ 19 მაისის არჩევნებზე, რა ინფორმაცია გაქვთ აი ამ მაჩვენებლებზე, ასე ვთქვათ, რა პოზიცია აქვს დღეს ოცნებას? თქვენ ხომ პრინციპში მოხვედით, ასე ვთქვათ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ხო? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის სტუდიაში. მივესალმები თქვენს მაყურებლებს, ჩვენს მოსახლეობას მივესალმები. მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი ეს არის არჩევნების შედეგები. ბოლო არჩევნებზე, მე გულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს. ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების მხარდაჭერებმა კანდიდატმა მიიღო დაახლოებით 1.200.000 ამორჩევლის ხმა. მეორე ტურში. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია. და ოპოზიციამ მიიღო თუ არ ვცდები 750-800.000 ხმა. ეს რაც შეეხება რეიტინგებს. მე როგორც პოლიტიკოსი და როგორც მოქალაქე ამ შემთხვევაში, ჩემთვის მთავარი საზრუნავი არის ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა. და ჩვენი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთზე გადასწრება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოვუგვაროთ პრობლემები, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია დაუგროვდა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხომ ამისთვის მანდატი გჭირდებათ, ამიტომ გეკითხებით რეიტინგის შესახებ. ანუ ეს გაიზომება 19 რეიტინგები გაიზომება, მე მგონი, ყველაფერი გამოჩნდება სწორედ 19 მაისს არჩევნებზე, შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, შვიდ გარემოში, თანაბარ გარემოში და მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ პასუხი გაეცემა მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ზოგადად დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ. სამწლიანი პაუზის შემდეგ თქვენ დაუბრუნდით პარტიულ საქმიანობას, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო იცვლება მისი ეგრეთ წოდებული ძველი სახეებისგან, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომელთა პოლიტიკური ბიოგრაფიაც იწყება მანამ 2012 წლამდე. ეს გარკვეულწილად აისახება და მოქმედებს პარტიის რაღაც მიმართ, პარტიის აღქმაზე და მის რეიტინგზე და ნდობაზეც, ხო? აი ამას როგორ შეაფასებთ თქვენ? აი ამ მოცემულობას, რასთან გვაქვს საქმე? თვითონ ესულება რამდენად აზიანებს ან არ აზიანებს ეს პარტიას და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე პირადად სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ თავარი აჟიოტაჟი რაც ატყდა მოსამართლეების ირგვლივ, ეს საკითხი ისევ დასაყენებელია პარლამენტში, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები დასამტკიცებელი არიან და აი ამ კენჭისყრას, როცა ეს მოხდება, კიდევ შეიძლება მოყვეს გაგრძელება. ხო, თქვენი კითხვაც ახლა ნათლად მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ესე იგი, გამოდის ისე, რომ თითქოს ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ დაინტერესებს რა ხდება ჩვენს პარტიაში. მართველი პარტია. არა, მე რა, მართველი პარტია, მაგრამ პარტიის შიგნით ნებისმიერ პარტიაში ხდება ხან ძველი წევრების გასვლა, ხან ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ ის ფაქტი, რომ მთელი, ასე ვთქვათ, კვირა და კვირები და თვეები და წლებიც შეიძლება ასე ითქვას. საუბარ დისკუსია მიმდინარეობს არა იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ სიღარიბეს უმუშევრობას ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ გავანთლინოთ ქვეყანა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დაგროვდა, ჩვენ დროს ვუთმობთ, ვინ გავიდა, ვინ დარჩა და რა ხდება. ამ დროს შეხედეთ ახლა თუ შეიძლება ერთი დავფიქრდეთ ერთი წამით, რა ხდება თუნდაც ჩვენს მთავარ ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ მოძრაობას. ჩვენ მართველი პარტია უფრო გვაინტერესებს. არა, მე კი, მაგრამ მე მინდა რომ მე მინდა რომ ხალხს ავხსნა, მე მინდა რომ ხალხს ვაჩვენო განსხვავება. კი, ზუსტად, აი სახელი დაარქვათ იქ ოპოზიციურ პარტიაში რაც ხდება და თქვენთანაც. კი ბატონო. ხო, ანუ ფაქტობრივად ეს იყო კითხვა. ჩვენ შიგნით რა ხდება? ეს ჩვენ შიგნით მოსაგვარები და განსაცდელი საკითხებია. ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს. არაფრით არ უკავშირდება. ჩვენი მოსახლეობის ბედს. უკავშირდება როგორც პოლიტიკური. თქვენ უღელავთ ჩვენს ბედზე. ქავდონ თეორიიდან. მე მინდა ასე თქვენი მხარდამჭერები ღელავენ ბატონო ირაკლი. ჩვენს მხარდამჭერებზე ჩვენ მუშაობთ. რომ არ დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის ამარა, ამაზე ალაპარაკობ. და რაც შეეხება ზოგადად მე მინდა გავაგრძელო ეს თემა, რომ არანაკლები და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ არ გადავაჭარბებ, 10 ჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში. 10 ჯერ უარესი.
უმძიმესი დაპირისპირება მე ბოლო ინციდენტს გავიცანით მაგალითად. მე ვიცი რომ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აპირებდა დაიყენებინა კანდიდატად ნიკა მელია და მაგალითს გიყვებით უბრალოდ. თქვენ რომ იცოდეთ. თუ თქვენ გაინტერესებთ მაინც სხვა თუ არ გაინტერესებთ. და ჩანაცვლა მიხეილ სააკაშვილის მეუღლით, ხო? ჩვენ ამაზე ვკითხეთ წინა გადაცემაში. ხო, ამაზე მე ვიცი რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ თქვენ მაგალითად? ამ თემაზე ან სხვები არ საუბრობენ ამაზე. მაინც და მაინც აინტერესებთ ქართულ ოცნებაში რა ხდება. მართველი პარტია და იმიტომ ჩვენ გითხეთ ნიკა მელიას ამ მის შესახებ და მან თქვა რომ არანაირი პრობლემა არ არის. ხო, არ მე უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ. მე ნამდვილად არ მაღებებს არც ნიკა მელიას ბედი და არც არავის ბედი ჩვენი ოპონენტების. ბატონო ირაკლი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ და პარემ ამაზეც რომ ამოვწუროთ. სასამართლოსთან დაკავშირებით აი ხელისუფლების მიმართ ბრალდებებზე ლაპარაკისას თქვენ მოიყვანეთ საკმაოდ ისეთი მტკიცე არგუმენტი. მე ვთვლი რომ ეს არის ასე ვთქვათ მართლაც არგუმენტია. ოცნების მხრიდან ეს არის სარალიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის ნათელი მაგალითი იმის, აკონტროლებს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს. მაგრამ თქვენს ინტერვიუში ახსენეთ მეორე საქმეც, რომელიც უშუალოდ თქვენს ოჯახთან იყო დაკავშირებული. თქვენ თქვით რომ იმ მოსამართლემ, რომელმაც ასე ვთქვათ გაასამართლა თქვენი ოჯახის წევრი, გაასამართლა შემდეგ სააკაშვილიც. აი ეს მეორე მაგალითი და ეს პირველი, ხო? ჩემი აზრით აჩვენებს არა იმდენად იმას, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ამ შემთხვევაში თავის გადაწყვეტილებებში, არამედ იმას, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალიან ეთამაშება სასამართლო ხელისუფლება. და ზოგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც მძევლის მდგომარეობაშიც კი ამყოფებს. აი უღირს კი ხელისუფლებას როგორც თავად ამბობს, ასე ვთქვათ, ევოლუციური განვითარება ამ შტოსი, იმის ფასად, რომ სასამართლო არის ის თემა, რომელიც აზიანებს თქვენს რეპუტაციას, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ცენტრალური თემა, რის გამოც თქვენს მიმართ პრეტენზიებია. თქვენი აზრით. ისეთ რა არის, თუნდაც თქვენი თანაგუნდელები, იგივე პროცესები, რაც გუნდში მიმდინარეობს. მე მოქალაქეებისგან მაქვს მოსმენილი, რომ ეხა მურუსიძის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა ოცნების ლიდერების მხრიდან გადაიქცა რაღაც ამის მურუსიძის დაცვადაც. ასე გამოდის. და ეს ბუნებრივია, რაღაც არ აღიქმება ერთგვაროვნად. არის ასე თუ არა, თქვენ თავად როგორ უყურებთ, ასე ვთქვათ, ამ პროცესს? ნუ მე ასე ვიტყოდი. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და თქვენ და ყველას. თავარი მიღწევები ჩვენი ხელისუფლების და ქართული ოცნების არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და რასთავარი თავისუფლება. ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება. მე შეგახსენებთ, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო. თავისუფლების კუთხით, მშვიდობის, სტაბილურობის თვალსაზრისით. მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება და გამახსენებ თუ შეიძლება წელიწადი, ერთი წელი მაინც. სიმშვიდე ეს არის. სიმშვიდის არ იყო. გამახსენეთ მაშინ თუ ვინმეს ქონდა აღქმა თავისუფლების ამ ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო შიშის და ტერორის წლები. ალბათ თავად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ხოლმე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული არც. და რაც შეეხება ზოგადად გარემო, ეს იყო ძალიან მძიმე გარემო. ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ მოსვლის დღიდან. და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, რომ ამ ყველაფრის შესაძლებლად პირველი მთავარი არის ნება. ნება პოლიტიკური, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერს ქონდა პირველივე დღიდან და ეს ნება არ შეცვლილა. მას შემდეგ მე შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა უწყების შეცვლა, გაუმჯობესება, ტრანსფორმაცია მოვახდინეთ, მათ შორის სასამართლოსი. და მე ხარ დავიწყებ რეიტინგების ალბათ და არ დავიწყებ იმ ასე ვთქვათ მიღწევებით, რომელიც ამ სისტემაში გვაქვს. მე პრობლემა მგონია იმაში, რომ რა თქმა უნდა,
ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ პრობლემა მთავარი მე მიმაჩნია არის უმუშევრობა, სიღარიბე, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის ჩვენი რადიკალური, ასე ვთქვათ, ეს პოლიტიკური გარემო, რომელშიც ჩვენ ყველანი ცხოვრობ და რომელშიც გვიწევს ჩვენ მოღვაწეობა და რა თქმა უნდა, ეს რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია. ნათქვამი არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჭკვიანური და მუდმივი პროპაგანდის მეშვეობით ადამიანს შეიძლება მოაჩვენოს ჯოჯოხეთი 64-ით და პირიქით. 64 ჯოჯოხეთად. აი სასამართლოში რაც ხდებოდა ზურპასო მეგობრებო, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. 2012 წლამდე. დღეს არის აბსოლუტურად რადიკალური ვითარება. ხოდა როგორ შეიძლება მოქალაქეებს მე მაინტერესებს ძალიან. თავარი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და მოქალაქეებს ამოდროულად, ჩემთვის თავარი არის როგორ განცდა აქვს მოქალაქეს, რომელიც მიდის სასამართლოში. ის გრძნობს თუ არა თავს დაცულად, მას ვინმე ხო არ ჩაკრავდა, ანუ თუ არ სახელმწიფო და იქ და რა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით გამოდის. ეს არის თავარი. და რა ის, რომელი მოსამართლე თუნდაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ასე ვთქვათ, გადმოყვა ჩვენ ხელისუფლებას და რომელი ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ მინდა უბრალოდ ხა აქ სხვა პოლიტიკოსების მხრიდან დაწყებულ სპეკულაციებზე გავაგრძელო კომენტარი, მაგრამ სასამართლოში დღეს ჩვენს ხელისუფლებას მე მინდა გითხრათ, რომ გვაქვს აბსოლუტურად დაალაგებული სიტუაცია და ვითარება. მთავარი მიზანი რა არის ჩვენი? რომ მთავარი პრინციპი, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. მომიყვანეთ მაგალითები, რომელ შემთხვევებში ეს განცდა დაერღვა მოქალაქეებს და ვიმჟელოთ. თქვენი პოლიტიკური ოპონენტებიც მოქალაქეები არიან ამ ქვეყნის. ბატონო ირაკლი, აქ მთავარი აი მე კონკრეტული მაგალითები კონკრეტული მაგალითები ბოლოსთვის ვინახავდი მე ამ კითხვას ისეთი რაღაც მაინტერესებს და ცოტა ვრცელია. ჩვენ ყავდა ჯერ ეს ვიცით რომ თქვენ ჩაატარეთ კვლევას, რაც ეს სასამართლოს დობის ხარისხი გაზრდილი, ამაზე თქვენ მთავრობის მინისტრი საუბრობდა ჩვენ ეთერში, მაგრამ ჩვენ სხვანაირად ვაკეთებთ ამის ფორმულირებას რა. ჩვენ ყავდა აქ სტუმრად მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც სხვათა შორის გარდა იმისა, რომ იმ ხელისუფლების დროს იჯდა ციხეში და თქვენ რაც შეადარეთ, რა იყო იმ ხელისუფლების დროს და რა არის ახლა, ამაზე ჩვენ ალბათ იმედია უკვე ნაციონალური მოძრაობაც კი აღარ დავობს, ხო? გასაგებია ეს რაც ხდება. მაგრამ თამაზ ელიზბარაშვილი იძახის, რომ ის დღეს კვლავ უკმაყოფილოა. ადამიანი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ რაღაცები გაუკეთა კიდევაც კომპენსაციები მიცა ასე შემდეგ, ეს ადამიანი დღეს არის უკმაყოფილო და იძახის, რომ მას აქვს სამართლებრივი რაღაც იურიდიული მომსახურება, მასთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და არც ერთ შემთხვევაში ეს არ ხდება. ანუ ადამიანი, ვის დაკავებული არის ამ საქმიანობით, ის იძახის ამას. ერთის მხრივ უყურეთ, არსებობს ქართული ოცნება, მართველი პარტია და მოქალაქე, რომელიც არის უკმაყოფილო. მეორეს მხრივ მე დღეს გუში ვნახე უბრალოდ ეთერში და დღეს ჩავეძიე რა. ეს არის მეორე მოქალაქე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ დაიჭირა, გადაუარა, გააბანძა, გააგდო ქვეყნიდან, წაართვა ქონება, რომელსაც აქ მაქვს ამონაწერები. ეს ამონაწერები არის, სადაც წერია მისი ქონება 10.27, ფლობელი არის 2009 წელი, სახელმწიფო. შემდეგ 2013 წლის დეკემბერი. ქართული ოცნება ხელისუფლებაში 1 წლის მოსულია და მფლობელი არის ირაკლი ოქრუაშვილი. 1 წელიწადში ამ ადამიანმა აღიდგინა სამართლიანობა სრულად. ეს ადამიანი დღეს არის პირველი მაგინებელი ბიძინა ივანიშვილის, თქვენი ხელისუფლების, თქვენიც ალბათ და ყველას საერთოდ. და იწყებს ახალ რაღაც ჯვაროს მცველობას ოცნების წინააღმდეგ. ანუ კითხვა არის შემდეგი, რომ არ დაბრუნდეს ის წლები, რაზეც თქვენ მუდმივად გვესაუბრებით, ხო? და ქართული ოცნება და რაღაც არც იმაზე აქვს საუბარი, რომ აი თქვა ჩვენ გუნდში რა ხდება, ხო? როგორ უნდა მოხდეს ამის შენარჩუნება, რომ წავიდეს ქვეყანა წინ, არ დაბრუნდეს უკან. თუ კი აი ეს მოქალაქეები და რომლებიც მზარდი რაოდენობა არის, ნელ-ნელა ხდება უკმაყოფილება. როგორ ახერხებს ოცნება, რომ ესეთი ადამიანები აი ხდება ორი სრულიად განსხვავებული მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია. დემოკრატია ძალიან მარტივია პასუხი ამაზე. ჩვენ გვაქვს დემოკრატია, ჩვენ დავამყარეთ დემოკრატია და სამართლიანობა ქვეყანაში.
აი ეს არის მარტივი. ანუ თქვენ აპირებთ რომ აიტანოთ ეს ოპონენტა, რასაც იძახით რომ რაღაცა სიცრუის მანქანა, პროპაგანდა, დესტრუქციული ოპოზიცია, ეს ამბობთ რომ არ დემოკრატიის ნაწილი და ნუ ესე იქნება ამ ქვეყანაში. ხო, მაგრამ დგება არჩევნები. აი მაგალითად ეს როგორ ფიქრობთ რომ შევცვალოთ სიცრუის პროპაგანდა? აი მაინტერესებს. ვიბიძგებთ დიქტატურის კეთილ? არა, მე მგონი თქვენ მე თქვენი დახმარებით ეს შევცვალეთ, ხო 2012 წელს. ეხლა მაინტერესებს რომ რასაც თქვენ იძახით რომ უმუშევრობა არის პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? თქვენ ხართ მთავრობა. შესაბამისად ამას ვებრძოლოთ თქვენ არ ვერავისკენ თიც ვერ გავიშვებთ. აბსოლუტურად. სწორედ ამიტომ მე ჩემი საუბარი დავიწყე იმით რომ თავარი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ თავარ თემებზე. თავარ პრობლემებზე რაც ხდება ქვეყანაში. უმუშევრობა, სიღარიბე, თავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის. და რა თქმა უნდა, ეხლა ოკუპირებულ ტერიტორიები, რომელიც ჩვენი ტკივილია და ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც ერთ დღეში ვერ გადაწყვეტი, ანუ გადაწყვეტა. თუმცა მსჯელობაც არ მიდის. აი გამოსავალზე არ მიდის მსჯელობა, არსად უბრალოდ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება რომ იყო ოპონენტი მთავრობის და არ შესთავაზო შენი ხედვა. არ მიმდინარეობს დისკუსია, მსჯელობა არ მიმდინარეობს აბსოლუტურად. დღეს მთავარი კრიტიკის, ასე ვთქვათ, ობიექტი, რა თქმა უნდა, არის ქართული ოცნება და მისი ლიდერი. ბუნებრივია. არავით არის საგნობრივი განხილვა, ან შინაარსიანი განხილვა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე თუ რა უნდა გავკეთებინა ჩვენ მთავრობას, რას არ ვაკეთებთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პრობლემები რო გვაქვს და შეცდომებიც რო დავუშვით, ამას ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ეს ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სიძლიერეც, შეიძლება ასე ითქვას. ვინაიდან ჩვენ დროულად ვრეაგირებთ პრობლემებზე და შეცდომებზე, ვასწორებთ ამ შეცდომებს და მივდივართ წინ. აი თქვენ ახსენეთ როგორ უნდა განვითარდეთ წინ, როგორ წავიდეთ. მუშაობით. თავარი, ასე ვთქვათ, გამოსავალი, მე ვფიქრობ, ეს არის მუშაობა. თუ ყველა უწყება, მთავრობა იმუშავებს ეფექტიანად, ყველა უწყება იმუშავებს ეფექტიანად, რეგიონები, მმართველობები ყველაფერი. მესმის, მაგრამ ძირითადად რეაგირებს. ეს თქვენ ინტერვიუშიც თქვით, რომ ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ხო და აი ახლა ჩვენ ყავდა მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი წინა გადაცემაში და ანუ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ. ეს არის ჩემი შტაბ-ჭრილება, არ აქვთ მათ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, იქ სასამართლოსთან დაკავშირებით თქვენს რომ რაღაც იუსტიციის იმაში ანუ ბევრი ასე ვთქვათ შეკითხვის შემდეგ რომ რაღაც ფილც ჩავსვამთო და საერთოდ 20 წლის შემდეგ დაგეხმარებითო, ესეთი ხანგრძლივი ის აქვს. მოკლედ არ აქვთ ეს, მაგრამ ისინი ქმნიან მაინც დღის წესრიგს. აი ამ ტიპის რაღაცა ძალიან ბუნდოვანი დაპირებებით თუ რაღაც გაურკვეველი განცხადებებით ქმნიან დღის წესრიგს. და თქვენ ხართ სულ ვთქვათ თავდაცვის რეჟიმში. არა და მედია ხომ მხოლოდ მათთვის არ არის ღია. დიახ. მედია არის ღია, გახსნილია და თქვენს გაქვთ ეს ასპარეზი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ეთერებში შეგიძლიათ ამაზე ივაპარაკოთ. ვერ ამბობთ სათქმელს თუ არ ამბობთ. მართლა არ მესმის. და აი თუ შეგიძლიათ თქვათ, ეს იდეა მთავარი, რაც აქვს ოცნებას, აი რის გამო უნდა მისცეს ხმა აი ამ წუთში მოქალაქე მოცნებას, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ კაფიოდ ჩანს ასეთი სურათი, რომ ის რომ არა, ამიტომ მოცნება. აი სხვა რა არის ისეთი, რის გამოც ხმა უნდა მისცეს. კარგი შეკითხვაა. მე მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ალბათ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, ის რომ ჩვენი ხმა, ასე ვთქვათ, ჩვენი ხმა არის მის უფრო აქტიურად და კომუნიკაციის პრობლემა რეალურად გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მინდა ხაზგასმით აღნიშნო, გვაქვს წინსვლა და ძალიან დიდი პროგრესი. აი, რამდენიმე შემიძლია ჩამოთვალო ხა, თუნდაც აი დევნილებთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა რომ შეადაროთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას არის აბსოლუტური განსხვავება. მათი ბიუჯეტი 25 მილიონი 2012 წელს ამ ორ წელიწადში დაახლოებით 300 მილიონად იხარჯება დევნილებზე მხოლოდ. ჯანდაცვაზე რომელიც იყო, ვიცით თქვენ რა პრობლემაც იყო, 3 მილიარდს გადააჭარბა ბიუჯეტმა, სამინისტროს ბიუჯეტმა და კოლოსალური თანხები იხარჯება. უკაცრავად იხარჯება მოსახლეობის ჯანდაცვაზე, ხო? და უამრავი სოფლის მეურნეობა და წარმოების განვითარება. თუნდაც იგივე ხა ის რომ მოქალაქეებს აქვთ განცდა თავისუფლების და სტაბილურობის, ეს ძალიან დიდი რაღაცაა. მაგრამ მეორე ევროპულ ქვეყანაში უკაცრავად წინსვლის ტემპი და რაღაცა ოპონენტები ძირითადად გაკრიტიკებენ ხოლმე. მაგრამ ეხლა ჩვენ რო საერთოდ მოდი შეიძლება დავამატო. აი ტემპი, რაც შეეხება შეცდომები. აი მაგალითს მოგიყვებით, უბრალოდ გულწრფელად მინდა რომ იცოდეთ.
ეს ფაქტია, საკუთარ ცნობილი ფაქტია, ზუგდიდში ვიყავით ჩასული წარდგენაზე. ესე იგი, იქ ჩვენ ბოლო არჩევნები, ყველა არჩევნები მოვიგეთ. წინა მერმა 65 თუ 67%-ით მოიგო. მეორე ტური იყო. შემდეგ არა, მე ვიძახით თვითმმართველობის, მერის არჩევნებს ვიძახით 14-ში. შემდეგ 16-ში, 17-ში ყველა არჩევნებზე ვიგებთ. რა მოხდა? ანუ კითხვას ვსვავ. მე ხო 3 წელი არ ვიყავი პოლიტიკაში და ბუნებრივია მე დისტანცირებული ვიყავი ამ მოვლენებისგან და ხო, შიდა ვიკითხე რა მოხდა, რატომ გაუარეს და განწყობა მოსახლეობის. აი რა დავაშავეთ ამისთანა, რომ ასე შეიცვალა ვითარება. და ძალიან მარტივი პასუხები გამცეს. ადგილობრივ მოსახლეობა. თითქმის 2 წელია, წარმოიდგინეთ ახლა. აღმაშფოთებელია ჩემთვის აბსოლუტურად, ყველასთვის. 2 წელია გზები არის თითქმის გადათხრილი ყველგან. ვერ აგებენ გზებს. წყალგაყვანილობის, არა ზუგდიდზე მაგ საუბარი. წყალგაყვანილობის პრობლემაა რაღაც და მის მტვერი და ეს ყველაფერს ქაოსი რაც იქნება. ეს ძალიან ბუნებრივია ეს. იმედგაცრუება ჩვენი მომხრეებით ამ შემთხვევაში. მე აღარ მაქვს საუბარი ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებზე. უკაცრავად გაცილებული ვარ. არა უშ. ამიტომ შემდეგ იყო ინციდენტი, პრობლემები იყო მერთან დაკავშირებით, იცით რომ ჩვენ კი, დავაკავეთ და მივეც პასუხებაში. მოკლედ აი ეს ყველაფერი მე რა მინდა თქვა რომ არის პატარა ელემენტარული თითქოს პრობლემები დაგროვილი რეგიონებში. და საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდ უარყოფით ეფექტს ქმნის მოსახლეობის განწყობაზე. ამიტომ ჩვენი ახლა მთავარი კონცენტრირება სწორედ ამიტომ დაბრუნდა ახლა პარტიის თავმჯდომარეც და მისი ეს გადაწყვეტილებაც ამაზე იქნება და ამაზე არის ასე ვთქვათ მომართული რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა ყველა მიმართულებით. იქნება ეს რეგიონები მთავრობა თუ სხვა. ნახეთ ახლა ჩვენ სათითაო თემას ეკონომიკას სხვა რაღაცებს ვერ გავყვებით რომ შევადაროთ ოპონენტი რას ძახის თქვენ რას იძახით, მაგრამ მოდი ასეთ კონტექსტში განვიხილოთ რომ ერთ თვეში არის არჩევნები ჩვენ ვხედავთ საინტერესო არის ორი ოლქი ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე უფრო თვალშისაცემი რაც არის ეს არის მთაწმინდა და ზუგდიდი და ჩვენ ვხედავთ რომ იქ არის ყოფილი პირველი ლედი კანდიდატი აქ არის ყოფილი თქვენი კოალიციის წევრი ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატი მთაწმინდაზე და შესაბამისად გესმით ალბათ რომ როგორც თქვენთვინაც აღნიშნეთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა და სოციოლოგიური გამოკითხვა არის არჩევნები და მის შედეგები. და გესმით რომ ეს არის ფაქტობრივად უკვე 2020 წლის არჩევნების კონტექსტში განხილება აი ამ არჩევნების ახმა იმას ხო არ აქვს მნიშვნელობა წელიწად ნახევარი ინიშნება ახლა პარლამენტში თავი ეს არის რაღაცნაირად რეპეტიცია ხო? აი ამ კონტექსტში ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი არჩევნები რასაც იმედია მეთანხმებით. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ კანდიდატები, ვინ არიან ეს კანდიდატები და თქვა რა გზავნილი არის ეს მოსახლეობისთვის იმასთან დაკავშირებით რომ აი როგორი არის თქვენი პოზიტიური დღის წესრიგი მაგალითად ეს რაღაც კანდიდატი ამის გამოხატული უნდა იყოს. მანამდე გეტყვით ახლა მე დამხვდა ის ვითარება რაც დამხვდა მოგესალმებით ერთი თუ არას დაუბრუნდი პარტიაში ეს კანდიდატები შერჩეული რა თქმა უნდა კანდიდატები შერჩეული იყო ყველა ოლქში აქედან მხოლოდ ორს ვიცნობ ეს არის მარნეული და ხულოში ჩემი პოლიტიკის პროცესი იყო მე დავნიშნე 6 წლის წინ ძალიან ეფექტური კანდიდატია ხულოში მე შემიძლია მასზე ვისაუბრო და მარნეულზე ძალიან მაგარი კანდიდატი ყავს მარნეულში პერსპექტიული ახალგაზრდა ძალიან ეფექტური და მე ვფიქრობ რომ იგი იქნება ძალიან წარმატებული მერი და ასევე სხვაგანაც გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატები და მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი არის ღირსეული და ის მოემსახურება იმ ოლქს თუ ანუ თბილისის ლადო კახაძის და ზუგდიდის კანდიდატის შერჩევაში არ მიგიღიათ მონაწილეობა? არა მე დიახ რაც ეხება ზუგდიდს მე მინდა გულწრფელად ზუგდიდელებს მოუხადო ბოდიში იმიტომ რომ მართლა ის რაც მოუყევი ეს აღმაშფოთებელია რა თქმა უნდა 2 წელი წარმოიდგინეთ რომ იქ არ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები არა და ეს არის ელემენტარული პრობლემები რომელიც მერმა ნორმალურ მენეჯერმა უნდა გადაწყვეტოს 5 წუთში ამაზეა საუბარი სხვა არაფერი აი წარმოიდგინეთ რომ არის რეგიონები ოლქები სადაც მსგავსი ტიპის პრობლემებისგან არის გაფრჩებული განწყობები ამიტომ აი სწორედ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პარტიაში ამ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ რეგიონების მიმართულებით გააქტიურებას მე მაქსიმალურად ჩავერთვები რეგიონებში პირველ ეტაპზე და მე მინდა რომ ასეთი გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელის რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსახლეობას და ყველა თვითმმართველობის მმართველებმა იქ უნდა იგრძნონ ანგარიშვალდებულება ხალხთან პირველ რიგში ალბათ თქვენ მე მინდა ყველა შევახსენო ამ შემთხვევაში აქაც ამდროულად რომ რა თქმა უნდა
ძალაუფლების მათი წყაროები, ძალაუფლების არის ხალხი. მაგრამ ჩვენი ამორჩეველი. ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოგცა მანდატი მოსახლეობამ. ამიტომ ზოგიერთ ოლქში მე მესმის ხმები, რომ ზოგმა დაიჯერა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. გააკუჭებენ თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ არ მოსთხოვს. ასე არ იქნება. ასე აღარ გაგრძელდება უბრალოდ, მე მინდა წინასწარ ეს დავანონსო და ჩვენ ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობას, პარტიის მუშაობას და პარტია იქნება მაკონტროლებელი ადგილზე სიტუაციის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგეთ. მაგრამ ეს ხომ თვითმმართველობებია მაინც ასეთი ცენტრალიზებული ჩარევა ამაში თუ პარტიის დონეზე. მე პარტიის დონეზე ვამბობ, მაგრამ რა თქმა უნდა პარტია აკომპლექტებს საკრებულოს და მერის კანდიდატები არის პარტიის მიერ შერჩეული, ბუნებრივია და ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ერთად მე არ ვაპირებ რომ აქ უბრალოდ პარტიული და დისციპლინა დავამყაროთ, რა თქმა უნდა ხალხთან ერთად გავაკონტროლებთ თითოეულ რაიონში და რეგიონში მუშაობას და მათ ეფექტიანობას. ბატონო ირაკლი, და გვექნება კოორდინაცია ცენტრალურ მთავრობასთან, რა თქმა უნდა. არსებობს რაღაცები, რაც თქვენზეც არ არის ალბათ დამოკიდებული. არა პერსონალურად თქვენზე, არამედ ხელისუფლებაზეც კი არის. ორი ვადა, ეს არის ერთგვარი ლიმიტი. თითქმის ყველა ხელისუფლებაში, ნუ საქართველოში ყოველშაბათი, არა მხოლოდ საქართველოში, ანუ ჩვენც ასეთი გამოცდილება გვაქვს, რომ ორი ლიმიტი, ორი ვადის შემდეგ ყველას უჭირს ობიექტურად. არ მომხდარა და პრინციპში ნორმალურ ქვეყნებშიც, დემოკრატიულ ქვეყნებშიც მესამე ვადით, ნუ ეს საპარლამენტოში არა, მაგრამ გერმანიებს ასეთ ქვეყნებს აღარ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. მოკლედ ორი ვადა ეს არის ნუ მაქსიმუმი ხოლმე, ანუ მესამე ძალიან უჭირთ. თუ გაქვთ ეს ობიექტური გარემოება გათვალისწინებული და ეხლა თქვენ ლაპარაკობდით შეცდომებზე და რაღაც პრობლემებზე, მაგრამ აი არის ასეთი რაღაცეებიც მაგალითად, რომ რაღაც რეფორმებს აანონსებთ ხოლმე უშუალოდ არჩევნების წინ. აი უცბად დაიწყებთ რაღაც ეხლა მაგალითად საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც გაუტოვდა გადასახადების გადახდა. ხო, ანუ თქვენ შეგიძლიათ მე ერთად ილაპარაკოთ ყველაფერზე, ხო? ამასაც რაღაც შტაბ-შტილება რჩება, რომ თქვენი ხელისუფლება მას არ აკეთებს გააზრებულად, იმიტომ რომ ხომ ლაპარაკობდით, რომ სამეურნეო პრობლემებით უქმნით დისკომფორტს მოსახლეობას, ხო? ასეთი დიდი რეფორმებითაც ბუნებრივად მოქალაქეებს ექნება დისკომფორტი. ანუ რაღაც ჩდება შტაბ-შტილება, რომ ეს არ არის მიზანმიმართული, კარგად გააზრებული სვლა. და ასე ვთქვათ, ზრუნვა იმაზე, რომ 2020 წლისთვის ოცნება იყოს წარმატებული. ფიქრობთ ამ ობიექტურ გარემოებებს და მათ შორის სუბიექტურსაც, რომელსაც კითხეთ. ხო, პირველი ეს ვინ დაადგინა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ნებისმიერ ქვეყანაში, ამათ ქვეყანაში ორ მანდატზე მეტის, ორ ვადაზე მეტის მმართველობის უფლება არის. არავის არ დაუდგენია, კანონზომიერებაზე გეუბნებით. არავის არ დაუდგენია, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკაში შეიძლება პარტია მართოს დაუსრულებად. უბრალოდ ჩვენი უახლესი ისტორია 25-30 წლიანი სტატისტიკურად გვანახებს ესეთ მოცემულობას. ანუ ოცნება შეუძლია გახდეს პირველი, ვინც ამ სტატისტიკას დაარღვევს. მე ვფიქრობ ჩვენი მთავრობების ცვლას ქონდა რა თქმა უნდა ძალიან ისეთი მყარი საფუძველი იქნებოდა ეს შევარდნაძის დროინდელი მთავრობა თუ იგივე სააკაშვილის მთავრობა ეს იყო მოსახლეობის ნება გამოხატული და სხვა არაფერი ანუ ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინოთ ანუ რომ ემართა სამართლიანად და გონივრულად სააკაშვილის სიტყვაზე ეს თელის განსაცდელი რო აერიდებინა ჩვენი ხალხისთვის მე არ გამოურიცხავ რომ მას გაერძელებინა ხო კი, მე არავისთვის მომზადებული ქონდა, მაგრამ იმდენი გააფუჭეს, თავიდან დაიწყეთ, იმდენი გააფუჭეს შემდეგ რომ ალბათ ყველა ის გაკეთებული საქმე გადაწონა ერთიანად. ობიექტური მობეზრების კი, მაგრამ მე გეტყვით ახლა, მე გეტყვით რამდენიმე მაგალითს ახლა. აი სულ ერთი კვირის წინ დაახლოებით ისრაელში. ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ მეხუთედ კი. მოშტები მეხუთედ აირჩია ხალხმა და გამოუცხადა მანდატი. გერმანია იგივე ლუქსემბურგი, რომელიც პრემიერ-მინისტრი 19 წლის განმავლობაში მართავდა ლუქსემბურგს, თუ არ მეშლება, ბატონი ჟან-კლოდ იუნგერი 19 წელი იყო ბატონო ირაკლი ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი. ჩვენთან ნეტანიაჰუები და მე გეტყვით ახლა, ჩვენი მერკელები ხომ არ არიან? რატომ არა? ჩვენ ყავს ჩვენთან არ არის გერმანია და ჩვენ არ ვართ ისრაელი. და ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ჩვენ ყავს გონიერი მმართველი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობას, ყველაფერი რა ჩამოთვალე. ყველა წინაპირობა არის შექმნილი ქვეყანაში. მშვიდობა, სტაბილურობა, თავისუფლება. და
და განვითარება. ყველა პირობა გვაქვს, რომ ჩვენ განვითარდეთ ძალიან სწრაფად. აქედან გამომდინარე, ეს არავის განსაწყვეტი არ არის, მეგობრებო. ხალხმა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, ხალხი გადაწყვიტავს ამას 2020 წელს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს რაც არ უნდა ისაუბრონ ახლა. დიდი ბოდიში. ორი ძალა არსებობს ქვეყანაში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, წარმოდგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დესტრუქციული რევანშისტი და ასე შემდეგ გავაგზავნებ რეგალიებს დაგუნებავთ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა არსებობს ქართული ოცნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ ორ ძალას შორის ეს გვინდა არ გვინდა დღეს გვაქვს ეს მოცემულობა ქვეყანაში. მაგრამ ეს გვესმის ოცნების ამდენი წელია და ეს არჩევანიც აღიზიანეთ. თქვენ ხომ არჩევანი ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი არჩევანი არ არის უბრალოდ. ის რომ ნაციონალური მოძრაობა არსებობს ასეთი ფორმით, ასეთი დესტრუქციული ფორმით. ეს რა თქმა უნდა არის გამოწვევა, მე ვიტყოდი. მე აქ მინდა უბრალოდ გავიმეორო ის რაც თქვი. 2015 წლის ბოლოს მაშინ როცა მე ვიყავ პრემიერ-მინისტრი, მათი რეიტინგი, თქვენ რომ მიგითხეთ, იყო დაახლოებით 6-7%. როგორ მოხდა? ეს არის ძალიან საინტერესო. ობიექტურად შეიძლება მობეზრდეს. აი ალბათ იმ პრობლემების გამო, რაც მე ჩამოგითხრა, ზუგდიდის მაგალითად ხო, რაც გითხარი. არ მობეზრებაზე არ არის. თუ მთავრობა კეთილსინდისიერად, ეფექტურად ემსახურება მოსახლეობას, უკაცრავად, მაგრამ მთავრობისთვის დიდი ხალხისთვის შემეშალ მოგონი მთავრობაზე თქვი. ხალხს თუ ემსახურება მთავრობა ეფექტურად და კეთილსინდისიერად. მოსახლეობის არ აქვს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება და რომელი სახეები იქნება. კარგით, ამას ვნახავთ არჩევნებზე, ბატონო ირაკლი, 19 მაისს რომ დამარცხდეს ოცნება. აი ამ ოლქებში რომ წარმოვიდგინოთ. თქვენ პირადად რას აპირებთ? ეს თქვენთვის არის რაღაც, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებისთვის ბიძგი იქნება, ანუ ისევ ხომ არ წახვალთ თუ რჩებით? მაინც. ესე იგი არ მინდოდა საუბარი კვლევებზე და რეიტინგებზე და მაგრამ მაინც მომიწია როგორც ჩანს. ყველა კვლევები, წინას არის კვლევები, ყველა წინას არის რეიტინგებით, ყველა ოლქში ჩვენ ვიგებთ. თუ იქნება ამა თუ იმ ოლქში მეორე ტური არც არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვაჩვენეთ რომ რეალურად ჩვენ გვაქვს ნამდვილი დემოკრატია ქვეყანაში. ის რომ მეორე ტური შეიძლება გაიმართოს ამა თუ იმ ოლქში, ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი. ჩვენი კითხვა ვიდეოში აქეთ იყო მიმართული და სწორედ ეს განწყობა მინდოდა თქვენგან დაგვენახა, რომ როგორი შემართული არის თქვენი პარტია იმისთვის, რომ თქვათ იმან იბრძოლოს ხალხის მანდატის გასაგრძელებლად, ხო? და ამავე დროს თუ თავიდან საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ აი არჩევნების მეორე ტურზე როგორი ნება გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც რეგიონალურ დონეზე არის რაღაც გარკვეული ვარდნა, მაინც თქვენ ხართ ეს ხარდაჭერა, მაგრამ აქვე გადახსენეთ პირველ ტურს, სადაც აი უხეშად რო თქვათ, ქართველი ამორჩეველი გაიყო სამ ნაწილად პირველ ტურში. ეს დაახლოებით 600.000-მა ხმამიცა ნაციონალურ მოძრაობას, 600.000-მა ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის სახით ქართულ ოცნებას და შუაში დარჩა ერთი ამდენივე 600.000, რომელიც შემდეგ სხვანაირად დაალაგდა მეორე ტურში, მაგრამ პირველ ტურში სწორედ ესეთი პროპორცია მივიღეთ. და არსებობს რაღაც აი არანაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, სხვა პარტიები, სხვადასხვა კონფიგურაციები, ზოგი გადის, გამოდის, გადალაგება ხდება, რომლებიც ცდილობენ ამ ელექტორატის მხარდაჭერას, მოპოვებას. აი ამ კუთხით თუ განიხილავთ, რომ შესაძლოა ეს სადღაც აი ამ ორ ძალას შორის შუაში კიდე რაღაც ახალი ძალა მოიზარდოს ან გამოიკვეთოს, რომელმაც შეიძლება 2020 წელს გადამწყვეტი რაღაცა აი დაიცავი საქართველოს მაგალითად თქვენი ყოფილი თანაგუნდელების რაღაც ერთობა. ნაციონალური მოძრაობის გარდა სადმე თუ ხედავთ აი ამ საფრთხეს. ევროპული საქართველო. სულ ესე მეორე ტურის მოცემულობა არ იქნება, ხო, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე? ხო, ევროპული საქართველოს მე არ ყოფე ხა. იგივე ნაციონალური მოძრაობა რაღაც მან ტაქტიკური გაყოფა გააკეთეს, უბრალოდ ფრონტი გაშალეს. სხვა არაფერი არ მოხდა მანდ. ჩვენ დავინახეთ პირველ ტურში როგორ გადაჯგუფდნენ ისევ და გაერთიანდნენ. ხო, ასე რომ ეს არის ჩემთვის არის 2-2-4. თქვენ წინააღმდეგ გაერთიანდნენ ისე გაერთიანებულ. კი, მაგაზია საუბარი. ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ. აი აქაც აჩვენებენ რომ ისინი ტყუიან. ყველაფერში მათი ხელწერა არის ტყუილი. და მათ ოცნებას ნაციონალური მოძრაობა ურჩევნიათ ბუნებრივია და ამიტომ დაუჭირეს ვთქვა. რაც შეეხება თქვენ შემდეგ შეკითხვას, იცით რა არის? ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი ამოცანა და იგივე პარტიის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენი ინტერესია, რომ ჯანსაღი ოპოზიცია და კონსტრუქციული მომავალზე ხედვებით, ასე ვთქვათ, გაჯერებული ოპოზიცია თუ წარუდგება საზოგადოებას და მოსახლეობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს იმ პოლარიზებულ გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. დღეს სამწუხაროდ ასეთი ძალა არ ჩანს. აქედან გამომდინარე,
ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, რომ დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ერთის მხრივ მოსახლეობას უწევს ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთება ოცნებას და ნაცმოძრაობას შორის და მეორეს მხრივ უბრალოდ არ არსებობს მესამე ძალა, ან მეოთხე. ეს პირობითად მოგონილი ტერმინებია მესამე თუ მეოთხე, მაგრამ ეგ არავინ არის ახლა. შეიძლება ქვეყანაში 200 პარტია, მაგრამ 200 პარტიიდან თუ 200 და 210 იქნება, არაფერი არ შეიძლება რეალურად. თავარი არის ის, რომ შეიცვალოს დამოკიდებული პოლიტიკოსების ხალხის მიმართ. თავარი საზრუნავი ამ ადამიანებს არის მერწმუნეთ, ძალაუფლების მოპოვება და სხვა არაფერი. მე პირადად ძალიან გამიხარდება თუ ვიხილავ ისეთ ოპოზიციას, რომელიც ჯანსაღად გააკრიტიკებს მთავრობას. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა პრინციპში ნაციონალური მოძრაობა რაც შეეხება თეორიულად თუ შეიძლება მე გეტყვი კიდევ ერთხელ, მე არ მინდოდა უბრალოდ მათზე მე საუბრა, მაგრამ აი ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენ ამბობენ რომ რატომ საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაზე და რატომ ხო რატომ იმიტომ რომ ბოლო 3 წელიწად ჩვენ ვნახეთ რომ ისევ ასე ვთქვათ აღზევდა ეს ძალა და რეალური საფრთხე ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. მაგრამ ამაში ოცნება ნაცმოძრაობა ეს არის რადიკალური ოპოზიცია უკაცრავად. რადიკალური ოპოზიცია, დესტრუქციული ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ხო, მაგრამ ოცნებას ამაში წვრილი ხომ აქვს? ალბათ. ოცნების გარკვეულ მმართველებს ადგილზე თუ არ ვიცი კიდე. სად ვინც აი შეცდომები დაუშვათ. მე რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე. ამ შეცდომები ჩვენ გავასწორებთ. ეს შეცდომები ჩვენ გააზრებული გვაქვს და ამ შეცდომები ჩვენ გავასწორებთ და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს რისკი იქნება განეიტრალებული. მოდი მოკლედ კიდე ბოლოს ვიტყვი, თუ შეიძლება ამ ნაწილში რომ დავამატო რაღაც. ხა მუდმივად საუბარია იმაზე, რატომ საუბრობენ, ხო? მე არ მინდა პირდაპირ შედარება გავაკეთო ფაშიზმთან და ნაცმოძრაობასთან, მაგრამ ის ხელწერა, ის ფაშისტური, ასე ვთქვათ, ბოლშევიკური ხელწერა, თუნდაც აი დასჯის მეთოდები რაც ქონდათ მათ. ერთ-ერთში მერწმუნეთ, მე ძალიან ბევრ მასალას გავეცანი, ერთ-ერთში იყო იდენტური ბოლშევიკების დასჯის მეთოდები. გონი იცის ეს საქართველოს. არა, იცის, არა, მე მინდა შევახსენო, იცის, მაგრამ ხო იცი ნათქვამია ეს რომ ბევრჯერ ნათქვამი ტყუილი არის ხანდახან სიმართლე. ხდება, გარდაიქმნება სიმართლეთ. ასე რომ მათი მხრიდან მომდინარე ეს პროპაგანდა და ეს ასე ვთქვათ ტყუილის ნიაღვარეს აღვირახსენით, თუნდაც რაც ხდება რუსთავიორზე. ეს უნდა შეჩერდეს, მეგობრებო. და ამაზე არავინ არ საუბრობს. მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ ამ კონტექსტში. ვიყავი ესე იგი 2013 წელია, მაშინ ვარ მინისტრი და მოგეხსენებათ რომ სამეგრელოს ჩვენ ძალიან დიდი რეზონანსული საქმე გავხსენით მაშინ ჩემი ხელმძღვანელობით და აღმოვაჩინეთ კადრები, სადაც იყო აღბეჭდილი როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს. ვიცით ეს ყველა. ამის შემდეგ მე მაგალითს გიყვებით. მე მოვიწვიე დიპკორპუსი და ასევე მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა წამყვანი. და მათ გაუზიარი უბრალოდ. მინდოდა მეჩვენებინა რასთან მქონდა საქმე. დემონსტრაციულად. აი ეს თავარი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოთვალეთ საერთაშორისო გამჭირვალობა და ყველა აბსოლუტურად საია და კიდე ბევრი დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. რატომ? რატომ არ კონდათ მათ რაღაც თავის არგუმენტი? არა, რას ვერ გაუზეს თავიდანვე, ჯერ არ იყო ჩართული კადრი, როცა დატოვეს დარბაზი. მე რა მინდა თქვა, რომ ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანობა. ეს არის ნაცმოძრაობის ინსტრუმენტები, რომელიც იყენებოდა და იყენება ჯერ კიდევ გამოიყენება, მათ შორის რუსთავი 2, ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ერთი მოკითხვა და დავასრულოთ. მათი საზრუნავი ბატონო ირაკლი არის ერთადერთი ბუდიში, მათი საზრუნავი ერთადერთი არის ქაოსის დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში. რასაც ჩვენ არ დაუშვებთ და ნურავის ნუ ექნება იმედი იმისა რომ ეს რევანშისტული ძალა ცნება სამართლიანობის რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწევს. ცნება სამართლიანობის აღდგენა. ეს არის თემა, რომელიც უკავშირდება ოცნების მმართველობას თავიდანვე. შეგვიძლია თუ არა ეს საკითხი მივიჩნიოთ დახურულად და დასრულებულად, თუ ეს თემა მაინც იქნება რაღაცნაირად სუიტრიალებს ამ პოლიტიკური დებატებისას. გეტყვით გულწრფელად, ჯერ კიდევ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, უпроსტად ჯერ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როცა მისი დავალებით დაიწყო შეიქმნა გუნდი, კომისია, ჯგუფი კომისია, დავიწყეთ მუშაობა ამ თემაზე და იცით რომ შეიქმნა პროკურატურაში შესაბამისი დეპარტამენტი, მაგრამ მე პირადად მაგ განცდა იმისა, რომ
პროცესი არ მიდის იმ ტემპით, როგორითაც უნდა წარიმართოს. ხო, არ დასრულებულა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა რამდენიმე ათეულ ადამიანს აღუდგინეს სამართალი და დაუბრუნეს ქონებები, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ არის საკმარისი. ტემპები არის გასაზრდელი და მე ვიცი რომ მთავარი პროკურორი ამ თემაზე მუშაობს აქტიურად. ეს მნიშვნელოვანია მე მგონი. ანუ მიგაჩნიათ რომ ეს პროცესი დასრულებული არ არის. და ჩვენ ამას გასაგები. ბატონო ირაკლი, მივყვები და მუშაობ. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ეხლა